ჩვენი შოუს სტუმარი გახლავთ მსახიობი, ტელეწამყვანი და უბრალოდ საქართველოს ხმა დიმა ტატიშვილი. დიმიტრი. მოგესალმებით ბატონო დიმიტრი. კოლეგა. გამარჯობა ხალხო. გამარჯობა დიმა. გამარჯობა. ვანიკოს ეგრევე თვალები უნაცდება ხოლმე მსახიობი რომ ჩვენთვის ხო კოლეგა ხარ და ვანიკოსთვის ორმაგად კოლეგა ხარ და იმიტომ გაუსვა. დაბულ კოლეგა. დაბულ ხო არ გადმოგსვათ აქეთ ვანიკოს. იყოს დაგითმობს ახალგაზრდა. სიტყვა რომელიც პოპულარულია სლენგის ამბავში. როგორ ხარ დიმა? მადლობა არამისავს. არამისავს. კარგად. კორონა ჯერ არ დამართია, იმედი არ დამართება და ასე შემდეგ ასე. აი მწვადი კაი მსახიობი კაცი ხარ. ბატონო დაგიმართოს. აი სერიალებზე ტელევიზორი გამორჩეთ ვინმე რა. და რომ ძიმა ლაპარაკო ხო მამა არ არის ერთი. და დიმა არ არის ერთი, ასე რომ კორონა მხოლოდ ერთ ადამიანს ეყრება. მაშინ იმდენი პერსონაჟია. აბა რა. ხო, შეიძლება რომელიღაცამ აისხლიტოს. ისე როგორაა თქვენთან მსახიობებში ერთ პერსონაჟს თუ გადაედო, მე შიდა კლასტერი ხდება, შენი ნათამაშები, განსახიერებული როლების თუ აი ძალიან შევიჭერი გაბინეტს მეგობრებო. მოდი დავბრუნდეთ. აი ჩვენ დღეს თემა გვაქვს დიმა სტერეოტიპები. ვისაუბრეთ პირველ ნაწილში. ხო და ეხლა შენ ყველამ ვიცით მსახიობი კაცი ხარ უამრავ დოკუმენტური იქნება თუ მხატვრული ფილმი. ვიცით რომ ძალიან ბევრს მოგზაურობ სხვადასხვა პროექტებში და შესაბამისად საინტერესო არის სხვა ქვეყნებში როგორ აღგვიქვამენ ქართველებს, აი რა სტერეოტიპი არსებობს ქართulis მიმართ. მე ხა რაც ნახე იმას გეტყვით ახლა. ნუ ვიღაცას თავისი ვერსია აქვს, მაგრამ იყო როგორ ისიც რომ აი მაგალითად პოლონეთში რო ვიყავი. აი მიგზენი რომ აი ჩვენ გვიყურებენ როგორც ღირსეულ და ვაჟკაც ხალხს. აი ვენას რო პოლონელებს კაცო. ანუ აი ესეთ პატივისცემა, აი უბრალოდ რომ გაიგესო ქართველები როგორ რაღაც პატივისცემით მომეპრენდა და რაღაცა ძალიან სასიამოვნო იყო. წყალსაღებულები არ ყოფილ. ლიეტუვაში იყო ეგეთი, მაშინ ლიტვა იყო, მაგრამ ლიეტუვა. გონია რომ ჩვენ ძალიან ღირსეული ადამიანები ვართ. გონია. არ გააბაზროთ რა. მაგრამ ნუ ეხლა შეიძლება იმის მერე რაც დალაშქრეს ჩვენმა თანამემამულეებმა ევროპა შეიძლება ქართველი ესე იგი იპარავს. შეიძლება ეგეთი სტერეოტიპი. ხო, სამწუხაროდ. კი, ეგ არ არის. თუმცა მე არ მიგზნია ეგრე რომ მეც ეგრე მიყურებენ რომ თქვათ მე როცა ურთიერთობა მქონდა ვიღაცასთან, ანუ ჯიბეებზე არ იყურებოდნენ და თქვათ მე ოთახში არ ამოწმდნენ, მე რო გავედი იქიდან. კი, მაგრამ ეს არის იმავბრად იმ კატეგორიაში ხო, რომ там голуба глазы, волосат, черножопы. ეგ ხო, ეგ არის, ეგ черножоп. ჩვენ ჩtildeოელ მეზობლებში არის რომ სხვირი. არა, ცხვირი დიდი უნდა იყოს და ულვაში უნდა იყოს ძალიან სქელი, რატომაც და ჩემნაირი წარბები ქართველი არ ახარო ესე, ვიღაცა გირებიო. არ თვალები ანუ სტერეოტიპში არ ჯდება ეს. არ ვერჩაჯი დაუმსხვრია იმათ სტერეოტიპი. მოკლედ ყველაფერი დაუმსხვრია სტერეოტიპი. არაფერი არ მოგიპარავს იმათთვის. ულვაში ყოფნაში არ მოგიშვია, არ გიზრდია. ცხვირიც ძალიან ისეთი განსაკუთრებული ვერ აქვს. არ ვიყავ აქედან. და უმოკლედაც იწევდი? ლიტუელებს უმსხვრევს სტერეოტიპებს ქართველებზე. მეტი რა უნდა გააკეთო? ადის სოფლიოში და ამსხვრევს ქართველის სტერეოტიპი. არა, ისე ვილნიუსში მაგალითად ჩვენთან ომერო იყო, ქალაქში დადიოდნენ მანქანები საქართველოს დროშით. აი? მან ერთზო მანქანები, კი. სოლიდარობის ნიშნად. შენი ჯერჯერობით კარგად გვიყურებენ. ძალიან ბევრ პროექტში მონაწილეობ, მაგრამ ერთ-ერთი რაც აი დასამახსოვრებელი განსაკუთრებით რაც იყო, ეს არის მხატვრული ფილმი ახსარება, რომელშიც ან სასულიერო პირს თამაშობდა. ეხლა მიუხედავად რომ მსახიობი ხარ და ბევრი სხვადასხვა პერსონაჟი შეგისრულებ, მაინც სასულიერო პირი, ასე ვთქვათ, რაღაც სხვანაირი გამოწვევა კიდე და როგორ მიდიოდა გადაღებები, როგორ ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი 2 თვე. თელავში ცხოვრობდი და იქიდან დავდიოდი გადაღებაზე. მოკლედ ძალიან სასიამოვნო იყო ეს, იმიტომ რომ კარგი ჯგუფი იყო, ძალიან მაგარი რეჟისორი იყო და ძალიან მაგარი ადამიანი, რომელიც აღარაა ცოცხალი. აგრეგორეთი წელია, ზაზა ურუშაძე. ხო, მიხდი. და პარტნიორები ყოლან და მაგრამ ნუ იყო ბევრი ესეთი, მაგრამ თქვენ მე ვიცი საერთოდ მიყავთ ახლა ლაპარაკი. იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ გვაქვს ერთი კადრი, რომელზეც გვინდა რომ მე კომენტარი. კონკრეტულ სცენაზე კი. ესე იგი. ჩვენ და უნებურად რაღაცა კადრი ამოგვეჭრა. არ ვიცით რა რანაირად დაემთხვა. ნუ ახლა არის გადაღებებზე მოგეხსენებათ პროცესმო, არის ესეთი პიკანტური მომენტები და მაყურებელს გონია რომ აქ ძალიან მაგარი რაღაცები ხდება და ამ დროს ძალიან პროზაულად ხდება ეს. ხო, ვანახოთ მაყურებელს ეს. და მე მოყვეს ისტორია, იმიტომ რომ მაყურებელმა ცოტა რაზე მიდის საუბარი. მოკლედ ნახოთ თუ შეიძლება ეს კადრი. შეგიყვარდი ხო? შეგიძლია ხო ეკლესიაც დატოვა ჩემი გულისთვის? მიპასუხე. Дима, мипасуხე.
ვიპასუხეთ. რა ხდება? რა გულითადი მოკლედ ჩვეულებრივად დილის 4-ის ნახევარზე ავდექი, იმიტომ რომ 2 საათ ნახევარი მჭირდებოდა თმების დასაგრძელებლად, ეს ყოველდღიურად ხდებოდა. ამ როლისთვის ესე იგრძელებ ის თმარგმნელი თავზე აბა ეს იმ სიგრძეც თმარგმნელი 4 წელი იგრძელებდი იმას. კი 2 საათ ნახევარი მჭირდებოდა ყოველდღიურად და ნუ დილა არ იყო ჯერ 4-ის ნახევარი იყო უკუნის სიმნელეში ვდგებოდი და ვაღვიძებდი გრიმიორს და 3 ქალი მეებით 2 ჟაქვი იმას ფენი ეძღება 2 ფენი დამტერდა მოკლედ აი ასეთ რეჟიმში ვარ დაახლოებით თვენახევარი ეს უკვე ბოლოსკენ იყო ეს სცენა ბოლოსკენ გადავიღეთ და აი ესე დავდივარ რა და ეს სცენა რომ უნდა გადავიღო დილის ჩვეულებრივად ავდექი ეს 2 საათ ნახევრიანი პროცედურა ჩავიტარე და გადაღებაზე მივედი და დაადე თავი ეხლა. ჩარგეთ თავი დიმა ესე დაგიძახა. თავი დაადეო და როგორ ეხლა თავი დაადე? სადა რაღაც უხერხულო ვარ ეხლა, ნუ ჩვენ ძედიხარ ერთმანეთს ვისწროთ, მაგრამ ნუ მაინც. ხო, მსახიობები ხართ ეხლა. მაგრამ ეხლა დაადე კაი დავადე. არა, ეგრე არა, მოიცა. ცხვირი ჩაყავი ეხლა, ცხვირი. კერძია. არა, ეგრე არა, ამოყავი. ეხლა ცოტა მარცხენა რაღაცა, ანუ ეხლა ხუნები გასწრებს. ეხლა ცოტა მარცხენა თუ ამოწერო, ჩამდეს კარგად. ამოწერო. ესე ვავატარე მთელი დილა შუა დღემდე. საღამოს უკვე თვითონ აბარებდი. მე ხან რაღაცა ხმაური იყო, რაღაცა შემოვიდა კადრში, რაღაცა მომივიდა. ნუ უკვე ჭკუაზე არა ვარ. ეხლა ვისადილოთ. შესვენება ვისადილოთ. რამე სადილება ფიქრობ ეხლა. სადე ჭკუაზე არა. არა, თან მსახიობურად რთული იყო, ეხლა რაღაც ძალიან კომბინაციური მომენტი იყო და ცალკე პრობლემა. ცალკე გამბავირო ეხლა. ასეთ ლამაზი არტიორი. და იქ ჭამეთ, მოვწიეთ კიდევაც. პერეკური მაგარი იქნება. აბა პერეკური და რაღაცა ძალიან სიმბოლური იყო რომ ეწეოდით, მაშინ ეწეოდით. კადრის მე. აბა ეხლა შევუდგეთ და ესე შევუდგეთ და დავიკავეთ პოზიციები, დავიკავეთ პოზიციები. ანუ მთელი დღე ვიყავი ამ ხო, ნუ ეს ალბათ ის შეგვიძლია მსახიობ სიამონებს ბევრი დუბლი. არა, მაღლობის შენ რა ბედი გაქვს. რა გაგიმართლობ. ხო, არა, ნუ ამ დროს ეს ეგრე არ არის რა. უამრავი ხალხია. სუსხვა ვითარება ამან. და შენ აქ ინტიმური, არაფერი ინტიმური ხარ არის ძალიან. და მოკლედ აი წარმოიდგინე მთელი დღე რო ეს თავი ნახახუნები აქვს ესე მკერდზე და მე რომ მიდის რეჟისორთან რო გაუბედას რომ შეიძლება რომ ჩავიხედო სცენა რომ ნახოთ ეს კადრი და რო აჩვენებს და რო უტრიალდებ მე მგონი მეტი შემიძლია. არა, ეგრე თავები არის. რომ მეტი შემიძლია. მოდი ერთი დუბლი. ერთი ჩემი. ესეც ხო არ ცადოთ. ერთი აქტიორსკი დუბლი რა. არა, ეგეთი თავები არ მithოვია, მაგრამ თუმცა ძალიან ის იყო რა ქვია. ან მთელი დღე ესე ვიყავით. თუმცა კაი სცენა გამოვიდა მე მგონი. კი, აშკარად. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულობას ჩვენ კი ვიცინეთ, მაგრამ იმა ერთი რამე გითხარი, აი სერიალების გახმოვანებასაც შეეხება. აი ხო არის რაღაც ბრაზილიური, მე რაღაც ვენესუელური, თურქული, ინდური, რაღაც სერიალებს ხო თავისი აქვს თავისი ესე იგი სამშობლოები რა. ხო და აი რომელიმე არის, რომელიც მაგალითად ერთი მეორეზე რთული რო იყოს, ეგეთი ვინმეს გახმოვანება, მაგალითად თურქი პერსონაჟის გახმოვანება უფრო რთულია თუ მაგალითად ვენესუელის თუ ერთი და იგივეა შეც უკვე გატρუხებული. მე ორი ტიპის სერიალი გამეხმოვანებია. აი ეს ესე იგი დასავლური, ამერიკული, ან ინგლისური და ინდური. ანუ მე ეს ისინი აქვე გრადაციები ვენესუელა, ბრაზილია, არ ვიცი, თურქული არ ვიცი, ამიტომ ვერ ვიტყვი, მაგრამ ინდოელების გახმოვანება ძალიან მაგარი. აჰა, ძალიან მაგარი. ერთი და იგივე ფრაზა. არა, ერთი და იგივე ფრაზა ერთი, მაგრამ ნუ ეგ სკოლა სხვა რა. სხვა სკოლა. ისე რა, როგორც თავი, ანუ მოისმინე, მიიღე, გაატა. ეს და მაგრამ ამას აკეთებენ ბევრად უფრო გავსწორებულ დროში რა, დიდხანს აკეთებენ. ხო, დიდხანს. არა, თან ეს ფიქრიც საჯარო ფიქრიც ხო ძალიან მაგარია. ანუ ეს მარტო რო ხარ ოთახში რო ფიქრობ, ხმამაღლა ეგ ხო იდიოტობაა, მაგრამ აი, მაგრამ ვიღაცებთან ერთად რო ხარ რა, ადგილზე და იქაც ხმამაღლა რო ფიქრობ, იმათ არ ესმის. აი, სასაცილო იყო ეგეთი. ბიჭო, იმიტომ რომ სერიალებში არის რომ პერსონაჟი იქ დგას და უბრალოდ თვალებს ქაჩავს. და ამ თვალების ქაჩვის უკან დიმა მუშაობს. არა, დიმა საუბრო. ის რო თვალებს ქაჩავს, რასაც ფიქრობს, დიმა ლაპარაკობს. თელი გუნდია ეგ, იმიტომ ამან რომ დაკაჩა იმან მოვიდა, წავიდა, გავიდა და ამას დაკაჩული არ ქონდა. ხო არ გვეთამაშა? აჰა. გვეთამაშა. რატომ ასა? ამასობაში. ჩვენ ხო ისი რო აქვს თამაშები თვათ, მარტო კი, ნანახებად თქვენი გადაცემა ყველა. ხო და ეხლა შენს გადაცემასაც ნახავ, იმიტომ რომ ჩვენ კარგი თამაშები გვაქვს მომზადებული შენთვის. მაშ დავიწყოთ. გავამხრა. დავიწყოთ თამაში.
მაშ ასე მეგობრებო, ჩვენ გადმოვიდაცულთ აქ რომ ვითამაშოთ. ეხლა ილო და ნიკა ისვენებენ, იმიტომ რომ მაინც ჩვენ ორმა მსახიობმა ჩავატაროთ ეს. ჩვენ შორის დარჩეს ეს ამ. ჩვენ შორის დარჩეს. ამ თამაშს ქვია ნერვიული ინტერვიუ. აჰა. ესე იგი, ნუ შენ ხარ რესპონდენტი, მე ინტერვიუერი და ორივე ვართ განერვიულებულები. მარტივი მიზანი. განერვიულებულები ვართ. ხო. რატომ კასმარის ვარ ვართ? არა, აქ მაგას. ხო, ნუ ცხოვრებაა ეგეთი, ხო იცი? დავიწყოთ მაშინ. დავიწყოთ. გამარჯობა. გამარჯობა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ მოიცალე და მოხვედი აქ ჩვენთან და რა ვიცი გადადე შენი დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. მადლობა. ხო. მადლობთ. ვაში ვარ საუგუნოთ. არ გვინდა ეხა ეს ისინი რა სარკაზმი. ძალიან. დავიწყეთ. კი ბატონო. მზად ხარ? მე მზად ვარ ყოველთვის. გამოვიცნო? დაიწყო ჯობია. როდის გადაწყვიტე მსახიობობა? ძალიან მარტივი კითხვაა და არ მინდა ეხა რაღაც გაშლილ გამოშლილები და ჩვეულებრივად შეგიძლია რომ მარტივად. როდის გადაწყვიტე ისა რა ქვია? არ მახსოვს. არ მახსოვს ანუ რა. ანუ რას თავი მახსოვს? სულ მინდა მსახიობობა. რას ქვია არ გახსოვს? აი როდის გადაწყვიტე ეგ რა დღე და რიცხვი არ მახსოვს. აი მაინდ და გადაწყვიტე არა ბიჭო არის მსახიობა ან იმაში გაქვს შიგნით ან არ გაქვს. ხო იმაში გაქვს. რა შეიძლება იმაში გაქვს, მაგრამ მე ბავშვობიდან მინდა მსახიობობა. ერთი წუთი გავიგეთ რომ ბავშვობიდან დაბადებული არტისტი. მსახიობები გილოცავ. ეს მეგონა რომ როგორც აპრეფშია რომ რა მეთევზე შვილი მეთევზე გამოდის მეგონა რომ მე მსახიობი უნდა გამოსულიყავი მაინც. აი ეს ძალიან დაალაგებულად თამაშობ. მე საერთოდ ლოგიკური ადამიანი ვარ. გილოცავ. შემდეგი შეკითხვა. მადლობთ. საოცნებო თქვენი როლი. არ ვიცი ხა ვერ გავიგე ან წესიერი კითხვა მითხარ და რა არ მოწონს ვერ გავიგე ამას. საოცნებო როლი. ეგეთი მე არ ვოცნებო. აქედან დავიწყოს. აუφ რატო? მე არ ვოცნებობ. რატო? იმიტომ რომ მე რეალისტი ვარ. რეალური შენი ან რა როლი? ფიგარო ძმო. რა ფიგარო? ახან ფიგარო. მე ფიგარო რა. ვერ გავიგე. საოცნებო როლი. ჰამლეტი გევასება თუ ჭინჭრა. ფიგარო. რა არის ფიგარო? ფიგარო, კაი, ფიგარო. ფიგარო, თამაში მინდოდა, მაგრამ ისე ჩავიდა ეს ცხოვრება, რომ არ მომწეს ეგ როლი. ბავშვობაში თუ წარმოვიდგენდი ასეთი პოპულარული რო იქნებოდი, ნუ პოპულარული ხარ. პოპულარული. ასეთი პოპულარული თუ გახდებოდი თუ წარმოვიდგენდი ამას. ვერ წარმოვიდგენდი. რატომ? ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ რა შეიძლება ხა ბავშვობაში მე რას წარმოვიდგენდი, რას არ წარმოვიდგენდი. დარწმუნებული ხარ ეგ უნდა მკითხო მე? მე გეკითხები ბავშვობაში შენ რას ფიქრობდი, რაზე ფიქრობდი? როგორ ფიქრობდი? მიდი, მკითხე. შენ ფიქრობდი რომ პოპულარული გახდებოდი? არა. ხო და არც მე არ ფიქრობდი, ძმო. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. ძალიან კარგი, მე გილოცავ. ბავშვი ვარ, ფეხბურთის თამაში მიყვარდა, კალათბურთის თამაში მიყვარდა და ასე შემდეგ. ბაბა რა, მეს მიყვარდა რა, კალათბურთიც მიყვარდა, ფეხბურთის და მე გამოვედი მსახიობი რა. ველოსიპედზე გადავდი დღე და ღამე, ჰა. ეგ იყო ეს კარგი, მუხლები გადაწყვეტილი ქონდა? კი, ბევრჯერ. რას გეუბნებოდი სახში? გეყოფა ესე უნდა დიხარო. და უჯერებდი? არა. დავდიოდი სულ ესე. მაშინ ცოტა მანქანა იყო და სულ დავდიოდი ქუჩაში დავდიოდი მანქანებს უსწრებდი ემოციებს. კარგი, არ მინდა, აღარ მაინტერესებს რა. აი ეგეთი ბავშვი ვიყავ. ჩვენი შეხვედრის უკანასკნელი კითხვა ძალიან გთხოვ. და მითხარი რა, ადამიანურად თუ შეიძლება. შენი ბავშვობაში საყვარელი? ხო, საყვარელი. საყვარელი არა ბოდიში რა, რა მიწერე. ბავშვობაში საჭმელს რას ეძახდი შენ? საჭმელს? ხო, საჭმელს რას ეძახდი? ფიას თუ ნამუნამუს? ეგეთ რაღაცებს მე არ ვიძახდი არასოდეს, მაგრამ და თუ ვიძახდი ის ამბავი არ მახსოვს რა. ბიჭო, ფიას იძახდი თუ ნამუნამუს? ფიას და ნამუნამო არ ვიცი მე რა არის და პუჭუ. მარტოლიო, ბიჭო, მარტივია, ფიას ეძახდი თუ ნამუნამუს არ შეგიძლია. მიფასუხო, აღარ მინდა. არ მინდა. ნუ გინდა. დიმა, ბოდიში რა ეს საქმისთვის ვწვდობოდა, თორე შენ კი არ გიყვირე. არა, ნამუნამოს მართლა არ ვეძახდი. ნამუნამოს არ ვეძახდი მართლა. არ ვიცი თქვენ ეს თამაში გონიათ თუ არა, მაგრამ ეს თამაში დასასრულს მივახლო და ჩვენ შემდეგ თამაშს შემოგთავაზებთ უკვე ლიდერ ბეთის ოთახში. ლიდერ ბეთის ოთახში. ჰოპა. ჰოპ. მოკლედ, ზიმა კიდევ ერთი თამაში უნდა შემოგთავაზოთ, რომელსაც ქვია გენდერული ცვლილება.
ეხა ნახე. ძალიან მარტივ. ჩვენ ისინი ვრჩებით. ისინი ვრჩებით, რანიც ვართ. უბრალოდ აი მონიტორზე ცნობილი ადამიანების ფოტოები ამოხდება, რომელსაც Photoshop-ში შეცვლილი ექნება. შენ ხوار დაგავიწყდა რომ დიმას უყურებს. მე ხო გიყურებ. იმა ჩვენი გულშემატკივარია. შეგვიძლია მზად ვარ? გუნდებათ ვიყობით, შენ და ილო, მე და ნიკო. მაღლები დაბლები. აბარა. ცოლიანები უცოლოები. ბოლოები. ჩემი საყვარელი თამაში. დასწრებაზეა პასუხი. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი თამაში არის ეს. გაჩერდა და მე უნდა დაგვისახო. შეგიძლიათ რა ქნათ, იცი? ვიდრე ხელს დაარტყავთ ღილაკს ერთმანეთს შეუთანხმოთ, სწორი პასუხია თუ არა, თორე არასწორი პასუხი ჩვენ გეთვლება. შენთან, შენ. აჰა. შენ გამიგეში. მომემზადეთ მეგობრებო ფოტო. მოიცა ბიჭო. რას მელაპარაკები არა? რაღაცა კიმ კარდაშიანს უფრო გავს. ეს მე თვალებზე მივხვდი. ეს ახლა კაცია? ძალიან სიმპათიური კი უნდა იყოს ეს თუ კაცი არის ხო წარმოიდგინე რა ასეთი. ბიჭო ვერ ვიცნობ. მოიცა. ნამდვილად კაცია. რაღაცა ამ ფოტოში არა, მაგრამ ამ ფოტოში ფაქტია რომ არ არის. მაგრამ ის შეიძლება, ანუ ვინ ყავს? აუ მე ერთი ვარიანტი მაქვს. არ ვიცი, შენ გაქვს ეგ ვერსია, მაგრამ არა, ვიღაცა ბიჭო, ვინ არის სიმპათიური ასეთი რომ რა ქვია? ილოს სინამდვილეში ესეც სიმპათიური ჯერ არის, მე აპლიკაციით არის. რაც არ უნდა გააკეთო აპლიკაციით, რაღაცა მონაცემია. ვერსია გითხარით. ვერსია მოიცა, გიორგი გაბუნია. გიორგი გაბუნია. გიორგი გაბუნია. არა, მოიცადე? არა, გიორგი გაბუნია ამ ტანსაცმლით. გიორგი გაბუნია, მაინც ერთად პოლიტიკოსი უნდა იყოს თუ არა ხა აშკარა. რა, ცნობილი. მაინც ერთი წამით რაღაცები ჩანს. გაბუს არ აგავს კაცო, ეგეთ რაღაცა. არა, იმიტომ რომ არხიც არ უწყობს ხელს, მე მგონი. ვინ არის ბიჭო, ნუ გამომდის. ვინ არის? აი, ვერსიები თქვა. ადამიანია? ჩვენი ვერსია არის ჩემი კახი კალაძე, გუნდი ორად გაიყო. ეს გიორგი გაბუნია. თქვენ შეგიძლიათ ამ ეტაპზე გაიყოთ. არა, ტანსაცმლით არ არის გიორგი გაბუნია. ნიკა გვარამია. არა. ყველა ცნობილ ადამიანს. ოკეი, ვაჩვენეთ ვინ არის. რომელიმეს გავა. ვაჩვენეთ ვინ არის. ვაჩვენეთ ვინ არის. კალაძეს როგორ გავს ის? ვინ არის? ესე ხო გავს კალაძე. ეს არის გიორგი გასვიანი. გასვიანია ბიჭო? მე თუ არ ვიცოდი. აი თუ არ ვიცოდი. ასე ვიცი. როგორ გამოვიცნობ იმას ვინც არ ვიცი. შემდეგი ფოტო. Next one. გოგიტიშვილი, თენგო. გოგოტიშვილი არ გადა. თენგოა დედას მისავარ. თენგოა. თენგო გოგოტიშვილია? ვინჩელო ჯერ ერთი წამი. საიდან დაასწორი ხო თენგო გოგოტიშვილი? ეს ჩვენ გოგო არქი ჩვენი არქი. გომით ესეთ. მე ვიცი ეს ვინც არის, ეხლა ჩვენ დავაჭიროთ ჩვენი ჯერია. გამაზე შენი დრო. აი ეს დავაჭირეთ. ეს არის ფაქტია, რომ მთავარი არხის წამყვანი, იმიტომ რომ უკან ისეთი ფონია. პატა. მთავარი არხია და ერთი ხო და აი გამოვიცნოთ ეხლა. თენგო კი არა, კაცო, პატა. აი, კაი, მე პატა მგონი. აუ, პატა, დედას გეცებ. პატა უნდა მე. აი, თუ არ არის. აი, თუ არ არის. მასმერეთი პატა, რაც მე ვთქვი, მთავარი წამყვანია. შენ ვიდრე იწოდი მთავარი წამყვანიაო? მე ვყვინოდი პატა. მე რა დაიწყე? არა, მე იქამდე ვყვინოდი. მე ვიდრე მოვიდოდი სამსახურში, დილი დავყვინოდი პატა. ასპინძლები არიან და დავუწყო. სტუმარს მაინც ასპინძლები არ ვიცი მე აქ სტუმარი და ჩვენ ნამუსე იყოს. ოკეი, შემდეგი ფოტო. ჟილკები ეს. ვაუ. ისა. მე ვიცი ვინც არის. აი ესე. ჯაჯანიძე. ახერანაშა. ორიგინალს ჯობია. აი ეს მე. სუროგატი. მადლობთ, ერთი სწორი პასუხი აქვს. შემდეგი ფოტო. მარკუს მეტრეველი ისა. არ გადმოკეთების გარეშე პირდაპირ მარკუს მეტრეველი მგონი. არა. ერთი წამი. მაკა. მაკა ვინ? ეხოც. ჩვენ არა გეუბნები არაფერს მე ჩემს სპილოს ელაპარაკები. ვაი მე ვიღაცას მარკუს. არა, ეგ არა. მაიცა. პირველი არხი აღარ მასოს. პირველი არხის აღარ მასოს სახელი ესე. მაკა. ერთი წამყვანი, ვანიკო ესეთი ხლება. ეკა ხო არ ქვია. მე შემიძლია თქვა სტუმრის იმითი რა ქვია, კარნახით და რომელიც სწორი აღმოჩნდება, ის მე სახელმე გავიხსენე. მაკასვალებია. ესე თქვა დიმამ რომ ესო მაკაცინცაძიაო და შენ ვინც გონია, შენ სხვა უნდა გეთქვა. ეგ არ უნდა. ხონდა, ეგ არ არის. ხო და შენ მოდი ვანიკო სხვა არის თუ ჩვენი ეს ეხა გავიგო. აი ეგ არის. ანუ ეს ის არის მე რო თავიდან მოვიდა. არა, შენ რო თავიდან გაიფიქრე ის არის. აჰა. რო გაიფიქრე. ფაზე ვიძახდი. გაფიქრება არის ვიცი. მე გამოვიცანი. მე ნამდვილად გამოვიცანი. აი, შემდეგი ფოტო. შეიძლება გააჩერეთ კამერა, გააჩერეთ თუ შეიძლება. ყველაფერი გააჩერეთ. ყველაფერი გააჩერეთ.
არ არსებობს ეს თუ ჩვენც გავჩერდით, ანუ არ ვუჩვენო? კი, არ გარიჯელოთ, მაქვს პასუხი. ადამიანელი პასუხი გაქვს? მაქვს ადამიანელი პასუხი. ყველაზე ხანგრძლივი ადამიანები. ხომ არ არის? ეს ხომ არ არის? ქსანაია. კი მას კითხვა ვახოსანაია ვახოსანაია ხომ არ არის ეს? ვახოსანაია ამხანაგი ვახოსანაია. არის თუ არ არის? აი თუ არ არის? აი თუ არ არის? ვახოსანაია. აბა ვინ არის? შენ ხარ ყველაზე ძლიერი თამაში იცი რა არის შემოკარგო შეიძლება თმამ და გენდერმა მოგატყუოს მაგრამ თვალები არასოდეს ყუს. თვალები სულ ან სარკეა რა ვიცი. შემდეგი ფოტო შემდეგ. ნანუკა როგორ სტება? ნანუკა არის? იღაცა ლამბერტი. ადამ ლამბერტი გაგიგია ეგეთი? ადამ ლამბერტი ისე გავდარი. რა მაგრა აუ ბექგრაუნდის თორიცრობა ეგ არის თა ბექგრაუნდი. ისი ვის გავს კიდე? არა, კიდე ვის გავს იცი? ირაკლის. ირაკლი ფიცხალა. აქ არის დათუნა ჟორჟოლიანი. სახელებში ორივე სქესი ფაქტი რომ ძალიან უხდება ნანა. კარგი შემდეგი ფოტო თუ შეიძლება აუ ვის აქვს ესეთი გემამოსილი? გაბუნია ეს არის. კაცის გემამოსილი. პაპა დაჭი. ხო, იმიტომ რომ პირდაპირ გადაცემა საწია. აწერია ხო არის გაბუნია? გაბუნია. იცი რა აი, გაბულო. იქ ბარემ ტიტრზეც გაგეშვათ რომ სახელი და გვარი რო აწერ გიორგისაც ორი კორესპონდენტი პიესიც ეწერა კუთხეში. ეს მე მაგით მივხვდი. შემდეგი ფოტო თუ შეიძლება ეს ეხმარებიან იქეთ მეც მაგით ჟილკობას აქვს იცი რა შეგვიძლია გამოვიცნოთ რომ რაღაცნაირად ტელეწამყვანებს მივყვებით მე მგონი. მე მგონი აი ესეთი ფონი უნდა იყოს რა. ეს არის თქვი არა ნუ გვაშინებ, მე ვეღარ ვფიქრობ. თვითონ ხო არ არის? ხო ეგ არის ეგა. ძიმა. ეს ის ბასეინია, რომ მოგვიყვადრე გახსოვს იქა იაპონიაში. ძიმა როგორ ვერ გამოიცანი? შენ რა გაიგო და კიდევ ერთი ნახოთ როგორია. ბრიტანელი პრინცესასავით არის. იმათ მამა გიხდება ძალიან. აჰა, წავიდა შემდეგი. კაი შემდეგი ფოტო ეს ფოტო აუ ეს ის არის კაცო, მე ვიცი, შენ ვიცი. გრიგოლია. კი, ეგა. სახელი შემიცვალეთ. გრიგოლია. ტარკანს არ გავს. ვინის? ოი, мама შოკოდო. ინგა გრიგოლი ინგა შემდეგი ფოტო რაღაც ავჩქარდით კარგად წავედი არკანი როგორ არ ვიცით კაცო. მე ბარი ახლა მაგთანაც ვიცი რა. დიკო ერთი წამი ჯერ დავაჭერე. დიანა ჯოჯო. ხო, წესი როგორ წაის? არ დიანა ჯოჯოა, რა თქმა უნდა ეს არის დიანა ჯოჯო. გასასწავლი ფონი. რა თქმა უნდა ეს არის დიანა ჯოჯოა. ძალიან ვაგებ დიკოს როგორი ძერს კი? ხო, ეს შემთხვევაში ამერიკაში მიყავს CNN-ი და შემდეგი ფოტო თუ შეიძლება ძიმას ყველა ფოტო ვიცით, ყველა ეს არის პაულის ბაბუას ერთს გავს. ასათიანი. მაიკო ანუ არის როგორ რაღაცა სახარგული აი, როგორი სიმბოლური. ქართული აზრი. რა ვიცი ასე განვითარდა მოვლენები რომ კი არ მოგვიგეს იმე ჩაქვხიეს და მას პრესტიჟის გაიწევდა. ჩვენ ჯერჯერობით არც ერთი არ შემცნარ ვართ. უბრალოდ ეს მას ვიცი არა გამოცნობაზე არა დასწრებაზე. ხო, რა თქმა უნდა, მაგის იძახდით, ისინი ურტყამდნენ. ამაშია საქმე მოდი გადმოიწიეთ აქეთ თვალებში შავხედოთ ერთმანეთს. მოგწავთ მეგობრებო